თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს გელოდი ფოცხიშვილის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა სამეფო ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გელა ფოცხიშვილი. მოგესალმებით ბატონი. მოგესალმებით. გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, საუფლო დღესასწაულს. თქვენ და სრულიად საქართველოს ამ ძვირფას და რა ვიცი დღესასწაულს, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის მადლიერი არის და უნდა იყოს. დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ასევე თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, ქართული ქორეოგრაფიის ლეგენდის გელოდი ფოცხიშვილის იუბილეისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი იმართება და პირველ რიგში მინდა გკითხოთ სამზადისი როგორი არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რას ნახავს დღეს მაყურებელი? სამზადისი არის მძაფრი უკვე გადავიარეთ, აღარ ნერვიულობთ, იყო ნერვიულობები. უპირველესად მონაწილეობას მიიღებს სამეფო ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი, ჩემი ხელმძღვანელობით და ქალბატონი მაია კიკნაძის ჩემი მეუღლის ხელმძღვანელობით. სანამ გადავალთ იმ თავარ მოვლენაზე, მანამდე მინდა რომ იქნება წარმოდგენილი ბატონი გელოდის ნახევარსაუკუნოვანი დადგმები, რომელიც აღვადგინე მე და ჩემეული ვერსიებით წარმოვაჩენდა. აი, მთავარი რაც იქნება ის, რომ გიორგი გაიბრწყინებს დღეს საკონცერტო დარბაზის სცენაზე. ჩვენი მფრინავი გიორგი ფოცხიშვილი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ. ხო, არა მარტო ვახტანგ ჭაბუკიანს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არის. იმ ძველ კორიფეებს ადარებენ, ალბათ მოწყურებული იყო საზოგადოება მსგავსი ტიპის ქართველი და ქართული ესეთი ენერგიული მოცეკვავის ხილვა და ეს რაღაცა აღმოჩნდა მადლობა უფალს რომ ჩვენს ოჯახში მოხდა ეს და იქ დაიბადა და ვარ ბედნიერი. გიორგი იბწყინებს ნამდვილად ვიცი დღეს რა როგორც მამა მე ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ და როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი ასევე ანა ციგანკოვა არის ჩამოსული უკვე ჩამოვიდნენ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა ანა ციგანკოვა ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გიორგი ფოცხიშვილი და სამეფო ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი და ჩვენ ყველა ვიქნებით ჩართულები. გალა იქნება ესეთი რომ მიმყავს მე ვიდეოთი და ასევე ბატონ გელოდის მონიტორზე და საინტერესო ფორმა იქნება. ესეთი ტანდემი გვაქვს და საუბრობთ ბატონ გელოდიზე მოგვიყევით. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით მის შესახებ, ბევრი ვიცით, ქართული ქორეოგრაფიის ლეგენდა. ამავდროულად ის იყო ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და კიდევ მრავალი რეგალია აქვს. მის პიროვნებას რა ჩამოთვლის ცოტა არ გვეყოფა მე მგონი ჩვენი გადაცემის ფორმატი, მართლა ძალიან ბევრი რეგალია აქვს, მაგრამ აი მის პიროვნებაზე რომ ვკითხოთ რამდენი პიროვნება ძალიან კეთილი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა დიდი შემომქმედი, ნოვატორი, რომელმაც მართლა თავისი ხაზი გაატარა ქართულ ქორეოგრაფიაში. მართლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ხდება ეს ჩვენს ოჯახში და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხაზს, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიო შკალაზე ესეთი მაღალი ხაზი, რომელიც ბატონმა გელოდიმ დაუტოვა საქართველოს, დაუტოვა ყველას და მთავარი რაც გააკეთა. სწორედ ამ გენეტიკა მიფეთქა ალბათ გიორგიში. და იქ ფეთქვა ხო გიორგიში, მთავარი რაც გააკეთა ის, რომ აი გავრცელა ოჯახში აი ეს ყველაფერი და ალბათ ნაფიქრი ქონდა რა ამაზე, რომ ოჯახში თუ გაავრცელებდა, მაშინ დატოვებდა უფრო მყარად ქვეყნისთვის ამ ყველაფერს და ქვეყანას და ხალხს დაუტოვებდა და ესეც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ეხლა რო გვიყურებდეს, იქნებოდა ძალიან ბედნიერი. ამაყი, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ძალიან მაგრად ვაგრძელებთ მის დანატოვარს, იმიტომ რომ სოფლიოში გვაქვს 200-250 კონცერტი წელიწადში, სადაც ბატონი გელოდის დადგმები არის და ასევე გიორგი, ასევე ჩვენ მთელი ოჯახი, ასევე ნიკუშა, ჩემი მეორე შვილი, რომელიც ასევე აგრძელებს ამ საქმიანობას. რაც შეეხება ძალიან კეთილი ადამიანი იყო. იყო ძალიან დიპლომატი, არ გაწყენინებდა, გეტყოდა, მოგეფერებდა
აფერებოდა, ესე იგი, აქამდე თვითონ თავისი მხრებით ესეთი სიყვარულით, მოფერებით მოგვიყვანა და მოიტანა ხელოვნება დღემდე და ვისე წავიდა, მაინც თქვა, რომ მე ბედნიერი ვარო, შენ გააკეთე ის რასაც მე ამდენი წლის მანძილზე ვფიქრობდიო და ცრებლები წამოუვიდა ბოლოს 60 წლის იუბილეზე, როდესაც უკვე ნახა ეს შემაჯამებელი თავისი შემოქმედებითი 60 წლის განვლილი გზა. დიახ, ბატონო გელა, ძალიან რთული ალბათ რომ იყო ერთდროულად ძალიან ძლიერი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, არაჩვეულებრივი პიროვნება და ამავე დროს პედაგოგი, მასწავლებელი, როდესაც შენ შეგიძლია რომ ეს რაც იცი სხვას გადასცე. მეტეხი არის ხო ქორეოგრაფიული ანსამბლი დაფუძნებული ბატონი გელოდის მიერ. აი ეს გზაც თქვათ მისი როგორც პედაგოგის, მისი როგორც მასწავლებლის რომ შეგვახსენოთ. იცი ხდია 1978 წელს ფილარმონიაში სახელწოდებით მეტეხი დაარსა მეც მაგის მონაწილე ვარ და იქ გავიზარდე როგორც პედაგოგი ნამდვილად. აი თუ კონცერტზე რაღაცა არ მოეწონებოდა შენში, იმ წამს არ გეტყოდა. გეტყოდა რომ ეს არის კარგი. აი ყოჩაღ, მაგრამ მეორე დღიდან იწყებდა ნელ შეტევას. აი იქ ხო არ გეცადა ესე, ხო არ ესე გაგეკეთებინა, აი მოდი აბა ვნახოთ და გაყვარებდა, არ გაზიზღებდა ქართულ ქორეოგრაფიას, ანუ საცეკვაო ხელოვნებას და ესე სიყვარულით ის იყო ყველას მეგობარი. აი ჩვენ ბოლოს ვხუმრობდით რომ ადამიანს ასაკი არ აქვს. დახეული ჯინსებით მოვიდო და 5 წლის ბავშვი თავის ვაი ესეთი 5 წლის ბავშვის ენაზე დაელაპარაკებო და არ ქონდა ზღვარი დიდსა და პატარას შორის და არც თავის სიდიდესა და ვიღაცის განვითარებას შორის რომ უნდა განევითარებინა მასთან ვერ იგრძნობდი რომ ის იყო რაიმე განდიდების მანით ან ამითი შეპყრობილი ესეთი პატარა ბავშვით შეიძლება გონებოდა რომ საერთოდ არაფერი არ იცის ვინ არის ვერ მიხვდებოდი ანუ არ ქონდა აი ეს ის და ეს იყო ძალიან ეს არის თავდაბალი ადამიანი იყო ძალიან და ამბობს კიდევაც რაღაც ისეთ მესიჯებს რომელსაც გავაჟღერებთ ხო თქვენ ფორმატი ახსენეთ რა ძალიან საინტერესო იქნება ალბათ როდესაც გეგმავდით ამ ღონისძიებას ითვალისწინებდით ბატონი გელოდი რა სიტყოდა ვთქვათ ამა თუ იმ მონაკვეთზე თუ ეპიზოდზე ამ ღონისძიების თავისთავად რასაკვირველია იცოდა მან რომ ესე რაღაცას რო აკეთებდი მოდი რა არ უნდა მოხვიდე არ უნდა გავიაროთ რას აკეთებ მე ხო უნდა ვიცოდი არა და აქონდა ესეთი რამე რომ გაძლევდა პლაცდარმს თავისუფლებას მიდი გააკეთე არა უშავ შეგეშალოს გააკეთე რო შეგეშლება მე მიხვდები რომ სხვანაირი ფორმით უნდა შეხედო გააკეთე ანუ არ ქონდა ამის შიში და დღესაც მე ვფიქრობ რომ არა მოეწონებოდა ნამდვილად იმიტომ რომ ზუსტად მის პულსზე მოქმედებ ესე ვთქვათ რაც მას მოეწონებოდა და გაუხარდებოდა ეს გენეტიკა და ნიჭიერების ზეიმი გრძელდება თქვენს ოჯახში და გიორგიზე რამდენიმე შეკითხვა რომ არ დაგისვათ რა თქმა უნდა არ შეგვიძლია ჩვენ ვიცით რომ ქართული ესე იგი ქორეოგრაფიიდან ქართული ცეკვიდან მივიდა გიორგი საბალეტო ხელოვნებაში ეს მაინც იშვიათია ხომ თუ აი თქვა ამის პრაქტიკა არის ხოლმე პრაქტიკა არის ძალიან როგორ გადაწყვიტა ეს იმიტომ რომ მაინც რატომღაც საქართველოში თითქოს მამაკაცები იშვიათად ირჩევენ საბალეტო ხელოვნებას თავისი კარიერისთვის სამწუხაროდ ესე არის ნუ მაგი გლობალური საკითხია რატომ ირჩევენ იშვიათად და რა ხდება გიორგის შემთხვევაში რა მოხდა ეს გიორგის შემთხვევაში დაიწყო ცეკვის აკადემიაში ჩვენთან რომელიც ჩვენ დავაარსეთ შემდგომ ნუ ამოწურა ეს რაღაცა ქართული ფოლკლორისის შემდგომ მე თვითონაც ისეთი გზა გავიარე საცეკვაო რომ მინდოდა რომ რაღაცა უფრო სხვა საფეხურზე ეცადა ბედი და რომ შევხედეთ ახლა მეც და ქალბატონმა მაიამაც დედამისმა ვთქვით ერთიანად რომ მოდი რა გავაგზელებინოთ ცოტა კლასიკური განხრით და მივიყვანეთ 2 წელი ტიროდა არ მინდა მე აქ სუგოგოები არიან და მე ძალით ატარებდი არა ძალით არ ვატარებდი იქ პირნათლად ასრულებდა თავის საქმეს მაგრამ მაინც რაღაც ჰქონდა ცოტა პროცესი ქართული ცეკვიდან როდესაც გადავიდა და დადგა კიდე ხელმეორე ძელთან და ჩვენ ცოტა დაბალი კლასიდან დავაწყებინეთ ეს დისკომფორტი ჰქონდა მაგრამ
დაძლია როგორც აი იმ წამიდან დაძლია და ჩქარჩქარა დაძლია ყველაფერი ზუსტად ესე ჩქარჩქარა დაძლია ამსტერდამის უნივერსიტეტში ცეკვისა და თეატრის უნივერსიტეტში შემდგომ ჯუნიორ ბალეტში შემდგომ უკვე ცენტრალურ და როგორ ხდებოდა აი ამ მაღალი კლასის სასწავლებლებში ეს მისი ნიჭიერებიდან გამომდინარე ვთქვათ ესე რაღაც კონკურსები იყო კონკურსების გზით არა მოხდა გაცვლითი პროგრამები მისი გაცვლითი პროგრამა ელენე გლურჯიძესთან ერთად ლონდონში. შემდგომ ელენემ რაღაცა ვიდეოები თავის კოლეგებს გაუგზავნა და აქედან მოხდა ის, რომ გიორგიზე გამოთქვეს სურვილი, რომ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამსტერდამის უნივერსიტეტში და всё დავიწყეთ აი ამ ეტაპზე მისი კარიერა რა ეტაპზეა და რა ვთქვათ დონეზეა უკვე თავარი სოლისტია ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის აღარაფერი აღარ არის პლუს ამას კი მაქვს აკრძალული მაგრამ მითხრა რომ მიიღო ესე იგი ისეთი კონტრაქტი ზუსტად 1 თვის წინ ეს არავინ არ იცის რომ მუდმივი კონტრაქტი მიცეს შეუძლია რომ 2 წელი თეატრში არ მივიდეს და პრაკატი ესე ვთქვათ გაქირავება გააკეთოს თავისი თავის და სხვა თეატრში იყოს და თეატრი გადაუხდით. ეს ხდება 12 წელიწადში ერთხელ დიდი რანგის თეატრებში და გიორგის შემთხვევაში მოხდა რამოდენიმე წელიწადში. დიახ, ჩვენ იმასაც ვიტყვით, რომ ბილეთები დღევანდელ ღონისძიებაზე აღარ არის ფაქტობრივად და ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც უნდა გიორგი ფოცხიშვილის ნახვა სცენაზე. აქ საქართველოში ვისაც არ აქვს საშუალება ვთქვათ, რომ უცხოეთის სცენებზე იხილოს. ვიცი რომ 4 ივლისს არის კიდევ ერთი ღონისძიება, სადაც შესაძლებელი იქნება გიორგი ფოცხიშვილის ნახვა. ამაზეც რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ და დავასრულოთ ჩვენი საუბარი. იმითი რომ ბილეთები არ არის ვარ დამძიმებული თქვენთანაც ხო ვარ შერცხვენილი რა ვქნა ესე მოხდა გარდა დღევანდელი დღისა ესე იგი 4 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრი ატარებს ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ბალეტის ფესტივალს, ბალეტ ფესტს, სადაც არის მრავალი სპექტაკლი და კონკრეტულად 4 ივლისს გიორგი იცეკოს ბაიადერას, მისი ბილეთები უკვე დევს, თუ ეს რეკლამა არ არის, მაგრამ ძალიან ცოტა დარჩა, ნამდვილად გუშინ დაიდო და აი ფაქტიურად აღარ არის, თუ ვინმე ხა მოასწრებს და შეძლებს შეუძლია რომ სალაროში ან ინტერნეტ სივრცეში იყიდოს ეს ბილეთები მე მგონი ტიკეტჯიზე იყიდება თუ არ ვცდები. დიდი მადლობა ბატონ გელა წარმატებას გისურვებთ. დღეს გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება რომელიც მიეძღვნება გელოდი ფოცხიშვილს და მადლობა რომ გამონახეთ დღევანდელ დღეს ასეთ რთულ დღეს თქვენთვის ჩვენთან მობრძანება და საუბარი. დიდი მადლობა. სამეფო ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გელა ფოცხიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.